დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს. პუტინი და ფაშინიანი ერთმანეთს ჩინეთში სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. რუსული მედიის ცნობით პუტინმა განაცხადა, რომ ის მოხარულია სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესაძლებლობის გამო. კრემლის მედიამ გაავრცელა ფაშინიანის სიტყვაც, სადაც სომხეთის პრემიერი სიხარულს გამოხატავს პუტინთან შეხვედრის გამო და სომხეთსა და რუსეთს მოძმე სახელმწიფოებს უწოდებს. პესკოვმა დაანონსა, რომ შესაძლებელია პუტინი ხვალ ალიევსაც შეხვდეს. რომის პაპი მოწოდებით გამოდის დასრულდეს იარაღის პანდემია. დღევანდელი საღვთო ლოცვის შემდეგ ლეონ მე-14-მ უკრაინასთან დაკავშირებით მსოფლიოს მოუწოდა, რომ არ იყვნენ გულგრილები. პაპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა დაჟინებული მოწოდება ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და დიალოგის სერიოზული ვალდებულებისკენ. დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინამ ორი რუსული ვერტმფრენი გაანადგურა. გავრცელებული ინფორმაციით უკრაინელებმა სიმფეროპოლის აეროდრომს დრონებით დაარტყეს, რასაც ხანძარი მოჰყვა. ინდონეზიაში მასშტაბური პროტესტის ჩასახშობად პოლიტიკური პარტიების სახელმწიფოს მიერ პოლიტიკოსებისთვის დაწესებული ზოგიერთი ფინანსური პრივილეგიის გაუქმებას დათანხმდნენ. მოქალაქეების პროტესტი დაბალ ხელფასებს, შრომითი უფლებების დარღვევასა და პოლიტიკოსების ხარჯებთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას უკავშირდება. ვითარება ჯაკარტაში იმას შემდეგ გამწვავდა, რაც პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე პოლიციის ავტომობილი 21 წლის კურიერს დაეჯახა და მოკლა.